რავი, აბა რა გითხრათ მეგობრებო. გუშინდელი თამაშის მერე. მოხდა ის, რასაც ველოდით რა ყველანი პრინციპში. გულის სიღრმეში რაღაც იმედი ბჟუტავდა, რომ ოდნავ უკეთესად ვითამაშებდით ამ თამაშს და იქნებ რაღაცისთვის გამოგვეკრა ხელი, მაგრამ ერთადერთი დადებითი რაც მოხდა, ესპანეთში გამართული მატჩისგან განსხვავებით, რამდენიმე შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც 0-2-ს ვაგებდით და ესპანეთის ნაკრები მოდუნდა. მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე მინდა ვისაუბრო რა. ვილი სანიოლმა თქვა, რომ იმედი მაქვს, რომ ესპანეთს აღარასდროს აღარ შევხვდებითო და თუ კიდე შევხვდებით ესპანეთს, მე თამაშამდე წავალ თანამდებობიდანო. რავი, ჯერ ერთი მე მგონია, რომ ეგეთ რამეს წვრთნელი არ უნდა ამბობდეს. ანუ რა გზავნილს, რა მესიჯს უგზავნი ფეხბურთელებს. რას ნიშნავს ესპანეთთან თამაშამდე თანამდებობიდან წავალ, რას ნიშნავს? მაშინ მოდი ესპანეთს თუ შევხვდებით, მაშინ ფეხბურთელებმაც თქვა, რომ თუ ესპანეთს შევხვდებით, ჩვენ ნაკრებში არ ჩამოვალთ. წავალთ ნაკრებიდან? თუ რა განცხადება არის საერთოდ? რავი, გასაგებია, რომ შეიძლება ხუმრობით თქვა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არ მგონია ახლა, რა ვიცი ახლა. ყველა ხუმრობაში რაღაცა მარცვალი არის სიმართლის, ხო? ჯერ ერთი. ყველა წვრთნელი ეგეთ რაღაცას არ უნდა ამბობდეს საჯაროდ. შეიძლება ეგეთ რაღაცა გაიფიქრო ადამიანმა, ხო? ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ საჯაროდ არ უნდა ამბობდე, როცა მწვრთნელი ხარ. ერთი, მეორე, ყველაფრის ესპანეთთან წაგებაზე გადაბრალება არის ეხლა, რავი, მაპატიოს ყველამ და ვირეშმაკობაა რა. იმიტომ რომ ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ არავინ საქართველოში არ ელოდა, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთს აჯობებდა. ხო, ასე ვფიქრობდით ყველანი. და ყველანი ვამბობდით, მათ შორის ნაკრების საწვრთნელო შტაბიც ამბობდა, ყველა ამბობდა ხმამაღლა, რომ ძირითადი ბრძოლა უნდა იყოს თურქეთთან. მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ თურქეთთან, რომ გავიდეთ პლეი-ოფში და მერე იქ რამენაირად ვიბრძოლოთ სოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხო და აი ამ თურქეთთანაც არ შედგა ბრძოლა. თურქეთთან უფრო მეტი გოლი გაუშვით, ვიდრე ესპანეთთან. 7 გოლი გაუშვით თურქეთთან და 6 გაუშვით ესპანეთთან და არ შესრულდა. მიახლოებითაც არ შესრულდა პროგრამა მინიმუმი და ჩემი აზრით ვილის სანიოლმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მადლობა მას ყველაფრისთვის ნამდვილად, არაფერს არ ვუკარგავ, მაგრამ ნაკრებს სჭირდება განიავება. როგორც ოთახს სჭირდება განიავება, ისე ჩემი აზრით და ეს განიავება არის, რომ უნდა მოვიდეს ახალი მწვრთნელი. მოკლედ ესეთი ამბავია რა და რავი, რა იქნება, მე არ ვიცი. სანიოლი კიდე შეგვპირდა, რომ მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებითო. და მერე სექტემბერში ვაფშე იმაზე უკეთესიო. რავი, ჯერჯერობით შაშანდელზე უარესი ვართ და აწი თუ უკეთესი ვიქნებით, რავი, ღმერთმა ქნას. რავი, მე ვერ გადავაყენებ ვილის სანიოლს. მე რო ვიყო, კი ბატონო, შევცვლით იმ მწვრთნელს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ რაც არის ეგ არის რა, იმის თქმა მინდოდა დღეს.